სცენა პირველი, დუბლი 4. სანამ ჩამოვასხავთ ლუდს, პირველ რიგში საჭიროა სანიტარიზაცია გაუკეთოთ ბოთლებს და ბოთლის თავსახურებს. ამისთვის ვიყენებთ ამ საშუალებას, რომელსაც გავურევთ წყალში. 1 გალონი წყლისთვის საჭირო არის 1 სუფრის კოვზი სითხე და 1 გალონი არის დაახლოებით 4 ლიტრა. ამისთვის პატარა ჯამში ცოტა წყალი გვაქვს, მან ჩავყრით თავსახურებს ბოთლის, დიდში უკვე მესაძმე წყალია, აქ ჩავდებთ ბოთლებს და სანამ ჩამოვასხავთ, უშუალოდ ჩამოსხმის წინ ამოვიღებთ ბოთლებს სანიტიზირებული წყლიდან. ასე რომ პატარაში მიდის ცოტა ხვნილი, ამას მოურევთ და გადაურევთ და დიდში გვაქვს დაახლოებით 2.5 გალონი, დაახლოებით 10 ლიტრა, შესაბამისად 2 სუფრის კოვს გავუშვებთ ამაში. და ცოტაც დავამატოთ. სპეციალური ხსნარი არის, რომელსაც ამაში ბოთლების ამოვლების მერე არ ჭირდება გამოვლება, პირდაპირ მზად არის, რომ როგორც კი ამოვიღებთ ამ წყლიდან, პირდაპირ ჩამოვასხათ ლუდი. შესაბამისად უნდა გადაურიოთ, რომ გაიხსნას ბოლომდე. ეს დიდ ქვაფში წყალი გვაქვს უკვე ბოთლებისთვის, სადაც რო გაიხსნება ხსნარი, ამაში ჩავდებთ ბოთლებს. მერე პირდაპირ ამ წყლიდან ამოვიღებთ, გავცლით და ჩამოვასხავთ ლუდს. ჯერ ჭირდება კარგად გადარევა, რომ მთლიანად გაიხსნას ეს ხსნარი. აგი წყალი მზად არის, გახსნილია ხსნარი. ეხლა პატარა ჯამს ვიყენებთ თავსახურებისთვის. ჩავყრით და მერე გამოვიყენებთ, როდესაც უშუალოდ დახუფაზე გადავალთ. თითო ჯერზე გამოგვდის დაახლოებით 10 ლიტრა, რაც საკმარისი არის 30 ბოთლისთვის. შესაბამისად გვინდა 30 თავსახური. ასევე სანიტაიზერში ჩავდებთ ამ ფილტრს, ეს ფილტრი არის საჭირო, ყველა ლუდისთვის არ არის საჭირო, ამ შემთხვევაში ამ ლუდისთვის დამატებული გვაქვს მშრალი სვია, რომელიც ფერმენტაციის ბოლო ეტაპზე ემატება, 1-2 დღით ადრე ვიდრე ლუდი მზად იქნება და შესაბამისად ფილტრი არის ესეთი. ესე მაგრდება და პირდაპირ ეცმება დივაისს. მაგრამ რა თქმა უნდა, ამასაც ჭირდება სანიტარიზაცია, სანამ გამოვიყენებთ. და ეს ფილტრი იცავს მშრალი სვია, რაც არის ჩაყრილი, რომ ყველაფერი ფილტრში დარჩება და აღარაფერი აღარ გადავა ბოთლში, რაც შესაბამისად ააშორებს ლუდს, რომ კონდეს მწარე გემო. ეხლა ქვაფში გადავიტანთ ბოთლებს უკვე და გავამზადებთ ჩამოსხმისთვის. შემდეგი უკვე ჩვენი ლოგოიანი ბოთლები გარეცხილია, გამზადებულია და უბრალოდ ჩავდებთ სანიტარიზირებულ წყალში და შემდეგ უკვე ჩამოვასხავთ პირდაპირ ბოთლებში. ეს არის თვითონ ჩვენი ლუდის მოსახარში აპარატი, რომელიც ავტომატურად იჭერს ტემპერატურას, შეგიძლია სხვადასხვა ტემპერატურის მითითება, რომელიც მოხარშვის დროს, ფერმენტაციის დროს თვითონ აწევს და დაწევს და არეგულირებს ტემპერატურას. და ასევე აქედან უნდა ჩამოვასხათ ლუდი. ეხლა შესაბამისად, სანამ ჩამოვასხავთ ეს თავი, უნდა ჩავდოთ ესეთ სანიტაიზერში, რომ სუფთა იყოს და გამოუშვათ პირველი პატარა ნაწილი ლუდის, რომ ჰაერი და რაც იყო შესული შიგნი, რომ ყველაფერი იყოს სუფთად. აი ეს რაოდენობა საკმარისი არის. ეხლა ამოვიღებთ ფილტრს, რომელიც სპეციალურ წყალში გვაქვს ჩადებული, დავამაგრებთ ფილტრს და ჩამოვასხავთ უკვე თვითონ ლუდს. ეხლა უკვე უნდა დავამაგროთ ფილტრი, რომ გავფილტროთ მშრალი სვია. ეს არის ჩვენი ფილტრი.
და აი ეს უკვე მაგრდება თვითონ აპარატზე. თვითონ აპარატს რაც შეეხება, იმის გარდა რომ შეგიძლიათ მენიუდან პირდაპირ აპარატიდანვე დააყენოთ რეჟიმი და მიუთითოთ რომელ ლუდს ხარშავთ, ასევე შეგიძლიათ ტელეფონის აპლიკაციიდანაც მართოთ იგივე. აბსოლუტურად იგივე არის, არ გჭირდება ყოველწამიერი და ყოველდღიური ზედამხედველობა, თვითონ მოხარშავს და გაგაგებინებთ, როდის იქნება ლუდი მზად. ეხლა ჩამოვასხათ პირველი ლუდი, თავდაპირველად ჭიქაში, რომ ვნახოთ ფერი და გემოზე ვნახოთ, რომ კარგი არის. ნელ-ნელა მოუშვათ, რომ აივსოს ფილტრიც. ესეთი არის ჩვენი ლუდი, მუქი. წითელი ეილი არის ეს. დავიწყეთ ჩამოსხმა. პირველი ბოთლი ჩამოვასხეთ. სითხეს გადმოვასხავთ, როგორც უკვე ვთქვით, არის არ ჭირდება არანაირი გამოვლება, პირდაპირ შეგვიძლია ჩამოვასხათ ლუდი. ბოლომდე არასდროს არ ავსოთ, საჭირო არა ეს მანძილი დარჩეს, იმიტომ რომ უნდა ჩავდოთ carbonation დროპები, რომელიც მისცემს გაზს, გაიხსნება და მისცემს გაზს, ასე რომ უნდა იყოს პატარა ადგილი ყოველთვის დატოვებული. იმის გამო რომ ბოთლებში ვასხავ და არა კეგებში, რომელშიც უკვე სხვანაირი გაზი შედის, რომ დაიგაზოს ლუდი და კონდეს ის ეფექტი, საჭირო არის სპეციალური ტაბლეტები, რომელსაც 2 წუთში გაჩვენებთ. ესე იგი, ჩამოვასხით ლუდი ბოთლებში და ბოლოსწინა ეტაპი, რაც დაგვრჩა, არის დავამატოთ carbonation დროპები, რაც არის გაზირების ტაბლეტები, რომელსაც დაახლოებით ჭირდება 2 კვირა, რომ გაიხსნას და 2 კვირის მერე უკვე გვექნება გაზიანი ლუდი. შესაბამისად, ერთ ბოთლზე მიდის 1 კაფსულა, ჩავყაროთ შესაბამისად ყველაში. ამ აპარატით ჩვენ გამოგვდის დაახლოებით ხარშავს 10 ლიტრ ლუდს, რაც გამოდის დაახლოებით 30 ბოთლი. ეხლა ბოლო ეტაპზე უნდა მოვხუპოთ ჩვენი ლუდი. ვიყენებთ ესეთ მოსახუp აპარატს. გამზადებული თავსახურები უკვე. დავახურავთ, ზომა უკვე დაყენებულია. ხელის მარტივი მოძრაობით. კაი არა, მართლა კაია. ესე იგი, დავხუპეთ ჩვენი ლუდი. იმის გამო რომ ჩავყარეთ გაზირების ტაბლეტები, ამას ჭირდება გახსნა, რასაც დაახლოებით დაჭირდება 2 კვირა. შესაბამისად, ეს 2 კვირა ლუდი უნდა შევინახოთ ბნელ გარემოში. არანაირი სინათლის შუქი რო არ აღწევდეს. გამოვიყენებთ იგივე თავისივე ყუთებს, სადაც ჰქონდა ბოთლები და შემდეგ 2 კვირის მერე უკვე მზად იქნება, რომ გადავიტანოთ მაცივარში, გავაგრილოთ და მივირთვათ. ასევე ბოთლებს შევინახავთ ოთახის ტემპერატურაზე, არ ჭირდება არანაირი სპეციალური ტემპერატურის დაჭერა, უბრალოდ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე. გადავიტანოთ. ზო, 2 კვირით წავა ეს ბოთლები უკვე არადაში, ოთახის ტემპერატურაზე და 2 კვირის მერე დაგიბრუნდებით უკვე გამზადებული ლუდით და დავაგემოვნოთ ერთად. დროებით